ბათუმში ჯავახიშვილის 74-ში მცხოვრები სუსანიძეების ოჯახი ქალაქის მერიისგან დახმარებას ითხოვს. ოჯახი სოციალურად დაუცველი სტატუსის მატარებელია და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივის. მათი მდგომარეობა სეზონურმა გრიპმა კიდევ უფრო გაართულა. სუსანიძეების 5 წევრი ქრონიკული მოავადეა. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო დღეს დატოვა. არასრულწლოვანები კი უკვე რამდენიმე დღეა ბავშვთა საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს. პატარებს სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ. ჯანმრთელობის პირობების გაუარესებაში ოჯახი ქალაქის მუნიციპალიტეტს ადანაშაულებს და მასისგან საუბარში აცხადებს, რომ ზამთრის სეზონის დაწყების წინ მათ მერიამ შეშის გამოყოფაზე უარი უთხრა. ოჯახის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მერიაში პრეს-ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მერიამ სუსანიძეებს გარკვეული შეშის მარაგის სეზონის დადგომისას შესთავაზა, თუმცა ოჯახმა მასზე უარი განაცხადა. მიზეზად კი შეშის უხარისხობა დაასახელა. მუნიციპალიტეტში საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს. ხოვდი შეშით დახმარებას, კუთხური სახლია მეთქი საყინულია პირდაპირ. საყინული. ბავშვები მყავს უცხარი მცირეწლოვანი ბავშვები, 4 წლის და 10 თვის ბავშვი. ვიყინებს ციციბეში უთხარ და როგორ უნდა გაგიჭირდნენ ამ ხელაზე უთხარ რომ 30 მეშოგი შეშას უნდა 90 ლარი. სატყეოს რომ ურეკავ, სატყეოს ბრალი არ აქვს, როცა შეშა იყო. რამოდენიმე მოსახლეს გავეციო, მითხრა თვითონ სატყეოს უფროსმა რომ ქალბატონო ჩვენ რა ვქნათ რომ ჯემალ ანანიძე არ აწერს ხელს რომ შეშა გავცეთო. ჩვენთან ახლა ამჟამად მკურნალობას გადის 2 ბავშვი. მდგომარეობა შემოსვლისას იყო საშუალო სიმძიმის. დაუდგინდათ მათ დიაგნოზი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგ, ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეისათვის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით.